მოგესალმებით. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები დატოვა პატიმრობაში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი პატიმრობაში დარჩებიან. დღეს მათ სიტყვითაც მიმართეს სასამართლოს ასევე 11 პირის საქმე განიხილა დღეს სასამართლომ. მათ შორის იყო ანდრო ჭიჭინაძე, მსახიობი, ონისე ცხადაძე, ასევე რევაზ კიკნაძე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 155 დღეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქ გასული წლის ნოემბრიდან იკრიბებიან აქტივისტები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აშუქებენ მოთხოვნებს. მათი მთავარი მოთხოვნა ახლა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებენ, რომ ოცნება მიიტაცა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. არჩევნების შედეგები გასაჩივრებულიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, სწორედ იმ მოტივით, რომ დაირღვა მთავარი პრინციპი, ფარულობის პრინციპი, რაც საბოლოო ცესკომაც აღიარა. ეს იყო გაჟონვაზე იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით და არჩევნებზე ვერ მოხერხდა ფარულობის დაცვა. ამიტომაც გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი პრინციპის ფარულობის დარღვევის გამო ამ არჩევნების შედეგები, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი არ განიხილა. ამიტომაც სიმბოლურად საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან ბათუმში მოქალაქეები და აგრძელებენ პროტესტს. დღეს ბათუმის აქციების აქტივისტების ნაწილი იმყოფება ჭიათურაში. ისინი დილიდან შეუერთდნენ საპროტესტო აქციას ჭიათურაში. მოგეხსენებათ, რომ იქ განსაკუთრების წინააღმდეგ გამოვიდნენ მაღაროელები და მართავენ საპროტესტო აქციებს, ითხოვენ თავიანთი შრომის ანაზღაურების დროულად მიღებას და დაუპირისპირდნენ დამსაქმებელ კომპანიას. ამ აქციებზე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე და მათ სისხლის სამართლის წესით ედავებიან. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს ბრალი მათ არ ეკუთვნით, ამიტომაც დღეს ხალხმრავალი აქცია მოაწყეს ჭიათურაში და აცხადებენ, რომ მანამდე გაგრძელდება საპროტესტო აქციები, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. რამდენიმე აქციის მონაწილე შიმშილობს კიდეც და ისინი აგრძელებენ შიმშილობას იგივე მოთხოვნით. დღეს განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე პოლიტიკური მოძრაობა ახალის პრესსამსახურების ორი პირის, მირანდა ბაღათურიას და კიდევ ერთი პირის საქმე და შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვდა მათ პატიმრობას, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ისინი 4,000 ლარით დააჯარიმა. მათ ედავებოდნენ ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლით პოლიციელის შეურაცხყოფის გამო. მინდა გითხრათ ასევე ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი არხის მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდებოდა 1 მაისიდან და დღეს უკვე მთავარმა არხმა მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყვიტა, რას აპირებს მთავარის გუნდი. ამის შესახებ ჯერ არ ვიცით, ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა მანამდე ჩვენ მოვისმინეთ, რომ მთავარის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ თუ არ იქნება მთავარი, მაშინ იქნება სხვა ტელევიზია.
როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება 155 დღეა დღეს და შეგახსენებთ, რომ პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჭიათურაში, სადაც მაღაროელების ნაწილი არის გაფიცული და ნაწილი შიმშილობს, ასევე აქციაზე ითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას. მზიამაღლობელის, ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებლის სასამართლოს ხდომა, შემდეგი სასამართლოს ხდომა გაიმართება 8 მაისს და როგორც ჩვენ ვიცით, უკვე შემდეგ ხდომაზე 16 მაისს აპირებს ევროპარლამენტარი დასწრებას ამ ხდომაზე. ავსტრიელი ევროპარლამენტარი მან განცხადება გააკეთა, რომ ის დააკვირდება მზიამაღლობელის პროცესს და ქალების ბრძოლას საქართველოში. ის 16 მაისს აპირებს სასამართლოს ხდომაზე დასწრებას. მანამდე კიდევ ერთი ხდომა გაიმართება 8 მაისს. როგორც ვიცით, ამ ხდომაზე უნდა დაკითხონ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი სილის გაწვნის გამო. ეს ფაქტი მოხდა იანვარში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე, როცა ბათუმელების დამფუძნებელმა მზიამაღლობელმა აქციაზე დაძაბულობის ჭვლეტის დროს პოლიციის უფროს სილა გააწნა. ამ საკითხზე პროკურორმა ისაუბრა ბოლოს ხდომაზე, ბოლოს სასამართლოს ხდომაზე და განაცხადა, რომ მზიამაღლობელის პოზიცია არ მოусმენია ამასთან დაკავშირებით, რაზეც მზიამაღლობელმა უპასუხა, რომ მოძალადეს ბოდიშს არ ხვდიან. პროკურორმა გოგეშვილმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ ამას არ გულისხმობდა და ასე არც ფიქრობ, თქვა მან, თუმცა რას გულისხმობდა კონკრეტულად, რა აინტერესებდა მას მზიამაღლობელის პოზიციასთან დაკავშირებით, ჩვენ მისგან ზუსტი განმარტება არ მოგვისმენია. მზიამაღლობელმა დამატებით თქვა ისიც, რომ თუ მას გათავისუფლებენ ძიების დასრულებამდე და გამოიყენებენ არასაპატიმრო სხვა აღმკვეთ ღონისძიებას, ის დანაშაულის ჩადენას არ აპირებს. კრიმინალი არ ვარ, დანაშაულს არ ჩავიდენ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ევროინტეგრაციისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის. განაცხადა მან, და თუ ფიქრობთ, რომ ეს დანაშაულია, მაშინ პატიმრობაში უნდა დამტოვოთ. ასეთი იყო მისი სიტყვა და მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან დატოვა მზიამაღლობელი პატიმრობაში. განაცხადა, გაიმეორა ფაქტობრივად პირველი გადაწყვეტილების მიღებისას რა განმარტებაც ჰქონდა, გაიმეორა იგივე განმარტება და თქვა, რომ ხედავს მომეტებულ საფრთხეს, რომ ისევ შეიძლება განმეორდეს დანაშაული. მინდა გითხრათ, რომ იგივე მოსამართლემ განიხილა ბათუმში მოზარდისცემის ფაქტზე დაწყებული საქმეც. შეგახსენებთ, რომ ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა მოზარდისცემა იზალა მასზე, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. ამ საქმესაც მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს და ეს პირი მასწავლებელი არის გირაოთი გათავისუფლებული. 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა მას მოსამართლემ. ამ შემთხვევაში მომეტებული საფრთხე არ დაუნახია და შემდეგი ხდომა, როგორც ვიცით, ამ მოზარდის მშობლისგან ოქტომბრისთვის არის გადადებული. აქციის მონაწილეების ნაწილი, ბათუმის აქციების მონაწილეების ნაწილი იმყოფება ჭიათურაში. ისინი ჭიათურის აქციაზე დღეს იქ დაკავებულების მხარდასაჭერად ჩავიდნენ.
მიკე, ბათუმელების ლაივში რომ ჩაგთოთ, თუ არ იქნები წინააღმდეგი? მედიაზე მინდა გთხოვო რომ ისაუბრო. აი რა გინდა მითხარი და კითხე და აი როგორც ხედავთ გრძელდება ზეწოლა, ჟურნალისტებს აჯარიმებენ. აი ერთ-ერთ ჟურნალისტს მაგალითად 4-ჯერ გამოუწერეს ჯარიმა, მაშინ როცა ასრულებდა ის თავის მოვალეობას. მას ედავებოდნენ გზის გადაკეტვის გამო. ამ დროს როცა ის იმყოფებოდა აქციაზე და აშუქებდა ჩვეულებრივად პარალელურად დღეს ვიცით ხო როგორ განვითარდა მოვლენები სასამართლოში 11 პირი პროევროპულ აქციაზე დაკავებული დატოვა პატიმრობაში. ხეის ახლა უყურებდი, მე ახლა ჩამოვედი, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ბათუმში და სოციალურ ქსელში ნახე მირანდა ბაღათურიას და კიდე რამდენიმე ადამიანი სასამართლო პროცესში. სამარცხვინოები არიან, იმიტომ რომ ამ ადამიანის თავზე მართლა ყველაფერი დატრიალდა მირანდას გულისხმობ. ჯერ ლექსო ლაშქარავასთან ერთად იყო იმ მომენტში, როდესაც მათ თავს დაესხნენ და უდიდესი სტრესია გავლილი, ყველაფერი მოხდა მაგ ადამიანის თავზე. ალბათ ხომ უხუჭი არა აქვს, ყველაფერზე მიდიან უკვე და კი ვიცით სადაც მიდივარ, სადაც იქნება ბოლოგაჩერება, ყველა ხვდებით და ვისაც არ უნდა რომ შეეგუოს ყველანაირი ფორმით, როგორც შეუძლია რომ გამოხატოს, უნდა გააპროტესტოს და იყოს ყოველთვის იმ მხარეს, რომელიც ყველა ხედავს ამას, უკვე ნებისმიერ უწყების თანამშრომელი გძნობს ამას და ვიღაცებს დიან კიდეც, ვიღაცებს არ მოსწონს, მაგრამ ეს ხმამაღლა ვერ იძახიან და ხო რა, ყველა იმ სიკეთეს დავკარგავთ ყველა ერთად საბოლოო ჯამში, რაც ასაც მიმაღწია წლების განმავლობაში და ეგრე არ ხდება. იც როგორ რაღაცა დაბადებულ ბავშვს უკან ვერ შეარბულ და ვერ ეტყვი რომ არ გაიზარდო. უკვე დაბადებულია ეს ქვეყანა, თავისუფლება დაბადებული ამ ქვეყანაში და შანსი არ აქვს გავიმარჯვოთ, უბრალოდ დროის ამბავია. ხო და ვინც გონს უნდა მოიგოს კიდე ისინი რამდენჯერ უნდა ვთხოვო რომ გონზე აზრზე მოვიდნენ ჩემ ყოფილ კოლეგებს გულისხმობ ჟურნალისტებს რომლებიც დღეს აი სამარცხვინო რაღაც მახე კიდე გაზიარებული სოციალურ ქსელში რომ ერთი ტექსტი ერთ ხმაში როგორ ყვებიან პროტესტის ამბავს და როგორ განიხილავენ ამას ტელევიზორებში. სირცხვილია ხალხო. საბოლოო ჯამში ყველა გამოხვიდეთ ქუჩაში, ის ერთმანეთს უნდა შეხედოთ და დაელაპარაკოთ. რავი, შეგწყვეტა ყოფილ კოლეგებს მე საშუალება მაქვს რა. მაგათი მართავ, მაგრამ უკვე აზრიც აღარ აქვს რა. მათ ყველაფერზე აკცია, რასაც აკეთებენ და მიყვებიან საფლავში. საფლავი და ბოლო აუცილებლად იქნება უცხოეთის, იმიტომ რომ თავისუფლებას ვერაფერი ვერ აღწევს. დროის ამბავია ეს, ბავშვები არიან, ახალგაზრდები არიან და ისინი კიდე რა უხედავს არიან და რა მდგომარეობის არის, გადმონაშთები არიან წარსულის, რომლებიც გამყარდებიან მალე რა. ახალგაზრდობა თავისუფლება ყოველთვის მოიგებს. უბრალოდ არა დროის ამბავი, არავის არ ეგონოს რომ ეს რაღაცები ერთ დღეში და ორ დღეში ხდება, უმეტეს ესეთი ფესვგამდგარი უბედურება, რაც ჭირს ახლა ჩვენ. მადლობა. ჟურნალისტი თორნიკ კვერენჩილაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში, მან მირანდა ბაღათურიას საქმეზე გაამახვილა ყურადღება. მირანდა ბაღათურია არის ჟურნალისტი, მასთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა ლექსო ლაშქარავა, როდესაც ის ცემეს კონტრაქციის მონაწილეებმა, ის დაშავდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა. მეორე დღეს კი ამ აქციებიდან მეორე თუ მესამე დღეს შეიძლება ზუსტად არ მახსოვდეს, ის გარდაცვლილი იპოვეს. ამის შემდეგ მირანდამ გადაწყვეტილებაც მიიღო და ის წავიდა პროფესიიდან. დღეს მირანდას საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, მას ედავებოდნენ პოლიციელი შეურაცხყოფას და შემდეგ შესუსო ითხოვდა მის პატიმრობასაც, თუმცა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და 4,000 ლარით დააჯარიმა ის. როგორც ხედავთ, გრძელდება საპროტესტო აქცია. მე ვეცდები ისევ რომ გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. თქვენ მინდა რომ გთხოვოთ თუ შეიძლება რომ ჩაგვერთოთ ბათუმელების ლაივში. თქვენ როგორც პედაგოგს მინდა გკითხოთ, აი გეცოდინებათ ალბათ იმ საქმის შესახებ, როცა პედაგოგმა, ცეკვის მასწავლებელმა იძალა და ბათუმში მოზარდზე, 12 წლის მოზარდზე, მას
2,000 ლარიანი ჯარი შეუფარდეს და ის გაათავისუფლეს, ხოლო მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო ედავებიან დაემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. იგივე მოსამართლე განიხილავს ორივე საქმეს. როგორ ფიქრობთ, რისთვის ისჯება მზია ამაღლობელი და აი ბევრი ამბობს, რომ ის უკანონო პატიმარია. თქვენი აზრით რატომ არის ის უკანონო პატიმარი? ჩვენი აზრი ის არის, რომ ყოველთვის ვიძახით, რომ უსამართლო სასამართლოს. თუილად კი არ ვიძახით, ხო? უსამართლოა სასამართლო და აი თითოეულ სასამართლოზე ყოფნა ეს არის პატარა საცირკო სანახაობა. და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ქართველი მოსამართლეები ამ დონეზე მივიდა, რომ საერთოდ ეს ინსტიტუცია სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არც საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გავლენა ვერ უნდა მოახდინოს მათზე. და სწორედ სასამართლოს შეეძლო, რომ ეს უკანონობა, რაც საქართველოში ხდება, ეს ყველაფერი აღელახო და ყველაფერი გაესწორებინა, მაგრამ სწორედ სასამართლომ შეუწყო ხელი ამ ყველაფერს. აი თუნდაც უკანონოდ დაჭერილი ბიჭები, პატიმრები, რომლებიც არიან, აი ერთი რო გაენთავისუფლებინა, ხო? ძალიან აღარ ჩაიდენდნენ მეც და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ბავშვზე იძალა და პედაგოგმა და რაღაც ჯარიმა დააკისრეს და მზია ამაღლობელის მიერ გაწმული სილა თურმე ყოფილა ძალიან დიდი დანაშაული და ძალიან ბევრი ფაქტები იყო ადრე წინა ხელისუფლების დროსაც ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მაკა სახურია გუჯაბიძის მეუღლე რომელმაც სამეგრელოში სამხარეო პოლიციის უფროს დაარტყა ხელი, მაგრამ ის არც დაუჭერიათ და ჩვეულებრივად ალბათ თავი დაზარალებულად არ მიიჩნია ვისაც გაარტყეს ხელი და არ იჩივლა ალბათ. მიიჩნია, იმიტომ რომ ახლა ქალმა გააწნა სილა და ახლა უკვე ხელისუფლებას სჭირდებოდა ეს ვიღაც გამოკეტილი საპრობილეში ზიასახით და თანაც ჟურნალისტი რომ რაღაც შიში დაეთესა, მაგრამ ჩვენი მზია არის ძალიან გმირი ადამიანი, ჩვენი მზია არის საოცარი პატრიოტი, თავისი ქვეყნის პროფესიონალი და აი ძალიან სამწუხაროა ის არის რომ მზია არასოდეს არ გამოდიოდა რედაქციიდან და სწორედ პირველივე გამოსვლისთანავე, როდესაც ციალა ქათამიძე დააპატიმრეს, აი ამას მოყვა მისი გამოსვლა რედაქციიდან და იგივე რამ გაიმეორე, რაც ციალა რისთვისაც დააკავეს და სამწუხაროა, რომ აი პირველად რომ გამოუშვენ მზია და მზია იდგა ჭიშკართან, იმ პოლიციის ჭიშკართან და აი ყველანაირად ვცდილობდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ მზია გამოვიყვანოთ, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ის. ანუ თქვენ ამას იმიტომ შიშობდით მისი საქმიანობის გამო, ხომ არ შეექნება? ვფიქრობდი, რომ აი ხელისუფლებას დასჭირდება ვიღაცა, ვისაც ციხეში გამოკეტავს და მერე ივაჭრებს და მზია იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი კერძი ხელისუფლებისთვის, ვისაც უნდა ევაჭრა, ან ვინმე უნდა მისულიყო, აი მაგალითად ბათუმლები მისულიყო და ეთქვათ, რომ ძალიან გთხოვთ, რომ გამოუშვი და ეს რაღაც აღიარების მიღება სჭირდება ახლა ხელისუფლება და სწორედ ხელისუფლება ამ ეტაპზეა. აღიარების ეტაპი არის ყველაზე დიდი ეტაპი ხელისუფლების ყდომის და მუდმივად უკვე ძალიან დიდი ხანი გრძელდება ეს ეტაპი და ამ დროს ვინც პროტესტს გამოვთქვამთ, ეს ადამიანები დეპრესიაში ვარდებით, მაგრამ ამ აღიარების ეტაპის გავლის შემდეგ უკვე ხელისუფლება გადავა დეპრესიულ ეტაპზე და აი იმ პერიოდისთვის სჭირდებოდა მას ეს მზია ამაღლობელის დაპატიმრება, სხვა ადამიანების დაპატიმრება, რომ მათი ამ ადამიანებით ევაჭრა და ეთქვათ, რომ იყო კიდევაც შემოთავაზება, ხო, მზიაზე, რომ
მოდით, დავილაპარაკოთ, მოიხადონ ბოდიში და რაღაც აღიარება სჭირდებოდა. აი მაგალითად ბათუმელები რომ ისულიყო ყველა ჟურნალისტი და ეთქვათ რომ აი გვიშვამდგომლეთ და ძალიან გთხოვთ და ჩვენ ვიქნებით თქვენი მხარდაჭერა რაღაცა მსგავს რამეს ითხოვენ ისინი. ანუ აღიარებას ითხოვენ. ამიტომაც ვინც კი ვინმე ჩამოვა ან რაიმე მოხდება, შეიძლება რაღაც სხვა მოლაპარაკებაზე არის, მაგრამ იმას ხელად ჩამოვართმევენ, სურათებს გადაიღებენ და სოციალურ ქსელში დადებენ. აი სწორედ აი ამ დროს, ამ ეტაპზე ხელისუფლება ცდილობს რომ ვინმე მაღიაროს. და ძალიან თუმცა ჩვენ ვიცით რომ მოელაპარაკენ ორ დაკავებულს საპროცესო გარიგებაზე დაპირდნენ რომ ყაველაშვილი შეიწყალებდა მათ, თუმცა არ შეიწყალა ისინი ყაველაშვილმა. ანუ გამოუსწყვეს ეს კი, იქნება ამის ცდელობა ყაველაშვილს გამოიყენებენ რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, აღიარებთ და მერე ბოდიში მოიხდით და ეს ბოდიში წარმოიდგინეს სიკვდილის ტოლფასია გამოხვირებდა ტელევიზიაში იმედზე გამოუშვებენ, სხვადასხვა ტელევიზიებზე გამოუშვებენ და მოუხდიან ბოდიში და ამით აღიარებას მაშვებიან. ბატონო აღიარა ვიღაცამ და თითქოს ხელისუფლება არის, მაგრამ ასე არ გამოვა. უბრალოდ ეს ეტაპი, აღიარების ეტაპი ძალიან დიდხანს გრძელდება. აი ცოტა ხანში ხელისუფლება გადავა დეპრესიის ეტაპზე და აი დეპრესიის ეტაპზე როცა ხელისუფლება იქნება ჩვენს ვინც ვაპროტესტებთ ისინიც დეპრესიაში ვიხნებით, მაგრამ შემდეგ უკვე შეგუების ეტაპი ეწყება ხელისუფლებას და პროტესტანტები უცებ ვიგემებთ გამარჯვებას, უცებ ისე რომ ვერც გავიაზრებთ. მინდა გთხოვოთ აუხსნათ საზოგადოებას ერთ საკითხზე. ჩვენს კულტურაში როგორ არის, როცა აი საქმეში წერია შეურაცხყოფა პოლიციელის. შეურაცხყოფა წერია, თავიდან არ ჩანდა, სანამ ახალი პატაკი არ გაჩნდა პოლიციელის, რომ თითქოს მზიამ რაღაცა დავალება მიიღო ტელეფონით და რაღაცა ასე შემდეგ. მაგას ყველას აბრალებენ. არა, რა მინდა გკითხოთ, ნახეთ, როგორ არის ჩვენს კულტურაში ქალის მხრიდან შეურაცხყოფაზე პასუხი, სილის გაწვნა. შეიძლება თუ არა გამხდარი იყო რაღაც შურისძიების საგანი, რაღაც მკაცრი სასჯელის საგანი. ხო, და ქალი რო დაგარტყავს ზოგჯერ არ ვიცი რა, ჯერემზიას ისეთი დიდი ქალბატონი არაა, რომ მისი ხელი მოხდეს, მე მარჯვენა ხელიც არ იყო, მარცხენა ხელი გააწნა და მით უმეტეს ძალაც არ დაუტანებია, თუმცა ისე ამბობენ რომ იმხელად ძალით დაარტყა, რომ შემდეგ აქციაც კი დაიშალა ამ ისეთი ხმა იყო. ამაზე ხალხი იცინეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანმა რა გააკეთოს, უნდა გაიცინოს, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდით. უნდა გაიცინონ და ზოგჯერ ამბობენ რომ აი თავადაც იცინოდა გრიგოლ ბესელია, როცა ეს თქვა. ხო, თავადაც იცინოდა და ეს სიცილი მას ხალხსაც გადაედო, ხო? ამიტომ რა ვიცი ახლა უბრალოდ სჭირდებოდათ ვიღაცა ერთი ადამიანი, ჟურნალისტი იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა, აუცილებლად დაიჭერდნენ, მზია იქნებოდა თუ შეიძლება სხვა ყოფილიყო, მაგრამ აუცილებლად დაიჭერდნენ ნებისმიერ რამეზე, ძალიან ელემენტარულ რამეზე. შეიძლება თანაც ყველაზე ცუდი ის არის, რომ აბსოლუტურად ყველაზე ამბობენ, რომ ვიღაცამ დარეკა ზემოდან, უცხოელებმა დაურეკენ და აი წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო თითქოს ასეთი რამეები და აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმრები, ვინც ყავს, ყველაზე ამას ამბობენ, რომ ვიღაცა ურეკავდა, მსხვერპლია თითქოს ეს ადამიანი და ასე შემდეგ. მაგრამ მე მგონია მალე დასრულდება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. მადლობა, პედაგოგი ლადო აფხაზავა საუბრობდა ბათუმელების ლაივში, როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები რჩებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათი ნაწილი იმყოფება ჭიათურაში საპროტესტო აქციაზე. მე ამით დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. როგორ ვითარდება მოვლენები, ამის შესახებ წაიკითხეთ ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა.